პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები იქნებიან გურამ იმნაძე, იურისტი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია, სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმის წარმომადგენელი. გადაცემას ვიწყებთ ჩვენ სტუმრებთან საუბრით. მადლობა სტუმრობისთვის. პირველი შეკითხვა მექნება პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს მმართველ გუნდს, რომ 29 დეკემბრამდე იყოს დანიშნული არჩევნების თარიღი და სწორედ ამ თარიღამდე შეთანხმდნენ ისინი თუ რა პირობებში და რა წესებით ჩატარდება ახალი არჩევნები. რატომ არის აქცენტირებული ასე 29 დეკემბერი პრეზიდენტმა დღეს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი რომ 29 დეკემბრამდე უნდა მოესწროს ახალი თარიღის ჩანიშვნა და როგორ ელოდებით შემდგომ ანუ მოვლენების განვითარებას რა პროგნოზი გაქვთ როგორი იქნება ხელისუფლების პასუხი მმართველი გუნდი ამბობს რომ მის დღის წესრიგში ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება. მოგესალმებით, მადლობა საეთერო დროის დათმობისთვის. პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც გუშინ გაჟღერდა პრინციპში და დღესაც ითქვა უკვე უფრო მეტი დეტალი, აბსოლუტურად გასაგები და ადეკვატური არის არსებული პოლიტიკური რეალობისთვის, იმიტომ რომ როგორი უარყოფის რეჟიმშიც არ უნდა იყვნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ფაქტი არის რომ ქვეყანა იმყოფება მრავალგანზომილებიან კრიზისში, ხო, ეს არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როდესაც არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების, ოპოზიციური პარტიებიდან არავინ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ეს არის პოლიტიკური კრიზისი გამწვავებული არის იმითაც, რომ სულ უფრო მზარდი არის საერთაშორისო კრიტიკული შეფასებები არჩევნებზე, იგივე თუ ოდირი იქნება თუ სხვა საერთაშორისო მექანიზმები. ხო, IRA-ის ქონდა დღეს ძალიან კრიტიკული დასკვნები, შეფასებები ამ არჩევნების. არც ერთ ხაზგასმითობ, არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არჩევნების შედეგები არ უღიარებია, არ განუცხადებიათ, რომ ისინი მზად არიან ახალ არჩეულ ხელისუფლებასთან პოლიტიკური თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და პოლიტიკური კრიზისის მიღმა ჩვენ ვართ ღრმა ინსტიტუციურ დემოკრატიულ კრიზისში, სამართლებრივ კრიზისში, ხო, ის რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ, ხო, როდესაც აბსოლუტურად შიშველი ძალადობა ვნახეთ ჩვენ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ არ მართლდება და მე გულწრფელად ესეთი განცდა მაქვს, რომ დღემდე ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულად გააზრებული ამ ძალადობის მასშტაბი, ამ ბოროტების სიმძიმე, რაც ჩვენ ვნახეთ 28 ნოემბრიდან დღემდე, განსაკუთრებით საწყის დღეებში რუსთაველის გამზირზე. ხო, როდესაც ესეთი მძაფრი არის ვითარება და ჩვენ არ გვყავს ფაქტურად ინსტიტუტები სასამართლოდ დავიწყოთ, თუნდაც, რომელიც აი ამ კრიზისის ინსტიტუციური რეჟიმიდან ინსტიტუციური ჩარჩოთი განტვირთავდა, ცხადია ამ დროს ხელახალი არჩევნები არის ერთადერთი სწორი საკითხი, რომელსაც უნდა აყენებდეს ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი. რაც შეეხება ვადას, ალბათ პრეზიდენტს მეტი არგუმენტაცია აქვს, მაგრამ ყოველთვის მკაფიო ვადები არის მნიშვნელოვანი ამ დროს, რატომ უნდა იყოს კონკრეტული ვადები დაწესებული, იმიტომ რომ რაც უფრო გაჭიანურდება ეს შეთანხმებები ამ საკითხებზე, ამ კრიზისს არ უჩანს მოგვარების პრობლემა, ან რაღაც გაწოვის პრობლემა, გაწოვის როგორ თქვა რესურსი, პირიქით ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გამწვავდება და სანამ ძალიან მძიმე შედეგებს არ მიიღებს ქვეყანა, ამ ქვეყნის თითოეული მოსახლე, ალბათ ჯობია ცხადია დროულად მოხდეს შეთანხმება კონკრეტულ ვადებზე, რა დროსაც პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს ქვეყანა რეალურად გამოიყენოს იმ კრიზისიდან, რომელიც დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში თუ კი ვინმეს მოუბრუნდება საუარესოდ, ერთ-ერთი პირველი იქნება ქართული ოცნება. აი ლონდა თქვენი პროგნოზი როგორი არის თუ ხელისუფლება უარს იტყვის და არ შედგება დიალოგი ამ შემთხვევაში პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აი როგორ ელოდებით მოვლენების განვითარებას 29 დეკემბრის შემდეგ და რატომ არის ასე მკაფიოდ მოთხოვნა რომ 29 დეკემბრამდე კვირამდე იყოს არჩევნების თარიღი ჩანიშნული დღეს პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰქონდა ამ საკითხს აქცენტირება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისათვის მიხარია რომ ამდენი წლის შემდეგ ისე ვარ ამ სტუდიაში. პირველი მეც ვეთანხმები აბსოლუტურად გურამს, რომ ეს არჩევნები უნდა დანიშნულიყო აქამდე და რაც უფრო ჭიანურდება ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება, კიდევ უფრო მეტ კრიზისში მივდივართ. არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში აღარ ფუნქციონირებს, არ დარჩენილა სფერო, რომელსაც ეს საპროტესტო აქციები არ შეეხო, არ დარჩენილა სფერო, რომელმაც უკან არ დახია, იმ პროცესებმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, ამიტომ გამორიცხულია ხელისუფლებამ არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება 29 დეკემბრამდე თუ მის შემდეგ მას აუცილებლად მოუწევს ამ გადაწყვეტილების მიღება. რატომ? პირველი, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით არის ძალიან დიდი უნდობლობა ამ პროცესებისადმი და ეხლა ჩვენ რაც არ უნდა პრემიერი გვეუბნებოდეს იმას, რომ 3000 კაცი დგას რუსთაველზე არჩევნებზე, ყველამ ვიცით რომ ეს ასე არ არის და ასობით 1000 ადამიანი დგას ქუჩაში უკვე 26 დღეა და საერთაშორისო წნეხის გაძლება
არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ არც ერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ არ აღიარა სანქციები, რომელიც უწესდება. გადატვირთვის მოლოდინი აქვს ხელისუფლებას. თუმცა სანქციები, რომელიც მოდის უკვე, ხო, თანდათან მძიმდება, ჯერ იყო სავიზო შეზღუდვები, შემდეგ ამას დაემატა ფინანსური სანქციები და EU-თვის დასკვნის შემდგომ, რომელიც იყო ძალიან მძიმე დასკვნა და დღეს კიდევ უფრო მძიმე დასკვნა დაემატა IRA-ის დასკვნა, ესენი ორივე არის ძალიან სერიოზული საერთაშორისო დასკვნები, რომლებიცაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საერთაშორისო საზოგადოებისათვის აღიარებენ, არ აღიარებენ არჩევნებს და თუ აქამდე ვინმეს იოტისოდენა კითხვის ნიშნები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებაში ეს არჩევნები ჩატარდა თუ არა თავისუფლად და დემოკრატიულად საქართველოში და არის თუ არა ლეგიტიმური. მე ვფიქრობ, რომ ამ ორმა დასკვნამ ამას პასუხი გასცა. ამიტომ სანქციების გაგრძელება ექნება და წარმოუდგენელია ამ ხელისუფლებამ ამ პირობებში შეძლოს ქვეყნის მართვის გაგრძელება. უბრალოდ ეს არის წარმოუდგენელი, აი წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება იცხოვრო გარემოში, როცა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ გაღიარებს აბსოლუტურად არავინ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტული თარიღები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ამ პროცესს დასასრული არ უჩანს. თუმცა თუ ეს არ იქნება 29 დეკემბრამდე, ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში. და ამ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მან დღესაც გაიმეორა, რომ ის რჩება ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად და თუ ის უარს იტყვის, რომ დატოვოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ის შემდეგ რა ხდება, იმიტომ რომ დღეს სალომე ზურაბიშვილმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ თქვა არ არსებობს დღეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, ამისი საშიშროება. აი ამის შემდეგ 29 დეკემბრის შემდეგ თუ აი ასეთი ვითარება იქნება, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები? პირველი, მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან კარგად, ძალიან მალე დაინახავს კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ამას. ისინი დაინახავენ მათ შორის 29-ის შემდგომ, ვინ აღიარებს მათ ახლად არჩეულ ბრჭყალებში პრეზიდენტს, ისინი ძალიან კარგად დაინახავენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის არ არსებობს არც ეხლანდელი პარლამენტი და არც ამ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი, შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადრე თუ გვიან მათ ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად მოუწევს და ჩვენ ყველანი ერთად დავინახავთ, როგორ განვითარდება ეს მოვლენები. არც ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, პირდაპირ შემიძლია ეს გითხრათ, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების სრულად არაადეკვატურ რეაგირებას იმაზე, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არ ერიდება ასობით ადამიანების თავპირის დალეწვას და ჩვენ ვნახეთ არაადამიანური მოპყრობის ასობით შემთხვევა, 400-ზე მეტი პირი არის დაკავებული საქართველოში 28 ნოემბრიდან დღემდე და 70% და ესეთი მასშტაბი მე არ ვიცი, არ მახსენდება, რომ 70% აცხადებს მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების შესახებ. შესაბამისად, ხო, ხელისუფლება აი ამ მეთოდებით იბრძვის და რაც უფრო გააგრძელებს იგი ამ მეთოდების გამოყენებას, ხალხის რეაქცია ხედავთ, რომ იქნება უფრო და უფრო თქვენ მოგაქვთ მოლოდინი, რომ საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალში. აუცილებლად გაძლიერდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს დაცინვა, რომელიც ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ რუსთაველზე დგას 1500 კაცი, რუსთაველზე დგას 3000 კაცი და არ ვიცი პროპაგანდისტული მედიებიდან ხედავთ რაღაცა კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებს, რომ ორი კაცი დგას მაშინ, როცა 100,000-ობით ადამიანი დგას რუსთაველზე, რა თქმა უნდა, ხალხში ეს ბრაზი მატულობს და ხალხს აქვს უფლება არ შეეგუოს იმ არალეგიტიმურ რეალობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ბატონო გურამ, თქვენთან მექნება შემდეგი შეკითხვა EU-თვის დასკვნა რამდენჯერმე ახსენეთ და დღეს ასევე ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიშიც გამოქვეყნდა. EU-თვის შეფასებას რომ მივუბრუნდეთ, მაინც ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოების ნაწილმა ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან ერთად სხვადასხვანაირად წაიკითხა იქ არსებული მთავარი შეფასებები და მიგნებები. იქ არის საუბარი ამ შემთხვევაში იმაზე, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, რაზეც აკეთებს მმართველი გუნდი მთავარ აქცენტს, თუმცა ოპოზიცია საუბრობს დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც საუბარი არის თუნდაც იმ კანონის უარყოფი და ნეგატიურ ეფექტზე, რომელიც ჰქონდა ამ შემთხვევაში ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, საუბარი არის ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინების ფაქტებზე, რასაც მმართველი გუნდი მიიჩნევს, თქვა, ცალკეულ ინციდენტებად, მათი სიტყვების ციტირებას ვახდენ. ანუ რა გაიგოს ამ შემთხვევაში საზოგადოებამ არის თუ არა EU-თვის დასკვნა
ამ შემთხვევაში ახალი არჩევნების მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველი, რაც გამორიცხა ხელისუფლებამ სწორედ ამ დასკვნის წაკითხვის შემდეგ. მადლობა თამთა ამ კითხვისთვის და მნიშვნელოვანი საკითხი არის ნამდვილად. მე აქ ლონდა მახსენა ის რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველა საკითხზე ცდილობს უბრალოდ რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებული სურათი აჩვენოს და ელთოს დასკვნაც, ელთაოდირის დასკვნაც ამისი მკაფიო მაგალითი არის. მართლა გულწრფელად და აბსოლუტურად შეგვიძლია და ყველას ვურჩევ მაყურებელსაც მოუწოდებ რომ წაიკითხოს ეს დოკუმენტი. არ არის ვრცელი, ძალიან ვრცელი დოკუმენტი და დიდ დროს არ მოითხოვს. ასეთი მკაცრი შეფასება საქართველოს ჩატარებულ არჩევნებს არ ქონია. ტექნიკურად, როდესაც საუბარი არის იმ მინიმალურ პოზიტიურ შეფასებებზე ამ დასკვნაში, საუბარი არის წმინდად ადმინისტრების საკითხებზე. მაგალითად ის რომ ხმისდამთვლელი აპარატები მუშაობდა გამართულად და ხმები დაითვალა სწორად, ხო, აპარატებმა და ამაზე არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაცია პრინციპში არც აპელირებს, არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო, რომ მაგალითად ხმისდამთვლელი აპარატები იყო ცუდად ფუნქციონირებადი, ხო? ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ იგივე დასკვნაში მაგალითად საუბარი არის, რომ დაკვირვებადი ისიც, რასაც დააკვირდნენ და რასაც არ დააკვირდნენ, ხო, კიდევ ცალკე პრობლემა არის. დაკვირვებადი უბნების 24%-ში იყო ხმისმცემლის ფარულობის პრობლემა, ხო? იყო პრობლემური წინასაარჩევნო კონტექსტი და საარჩევნო კონტექსტი, როდესაც ძალადობრივი დაშინების ხერხები გამოიყენებოდა მასშტაბურად და საბოლოო ჯამში არჩევნების ერთ-ერთი სანდობის ფაქტორი, ხო, თუნდაც რაც უნდა იყოს გასაჩივრება და სამართლიანი სასამართლო დავები, ხო, რომელმაც მერე სასამართლომ უნდა აჩვენოს, რომ თუ კი ვიღაცა არ ეთანხმება საარჩევნო შედეგებს, წავიდეს, იდაოს და სასამართლომ ნეიტრალურმა სუბიექტმა, ნეიტრალურმა ინსტანციამ გადაწყვიტოს თქვენ მართალი, ხო? დასკვნაში ესეც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ფაქტიურად არ არსებობდა გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმი ამ შემთხვევაში იმდენად მიკერძოებული, იმდენად ტექნიკური იყო სასამართლო კონტროლი, იმდენად არაეფექტიანი იყო რეალურად. იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ მართლაც სასამართლოები ხშირ შემთხვევაში შაბლონურად, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ტექნიკური მიზეზების გამო არ იღებდნენ სარჩელებს, ან თუ იღებდნენ, მაგალითად უარს ამბობდნენ საქმის რეალურ გამოძიებაზე. მხოლოდ ერთმა მოსამართლემ გაბედა სრულყოფილად ამ საჩივრებთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევა, როდესაც ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზა და იქ დადგინდა კიდეც, რომ ხმისმიცემის ფარულობა იყო ნამდვილად დარღვევა. თუმცა ხელისუფლება ამბობს, რომ 76%-ში ელთაოდირის დასკვნამ ვერ დაინახა ხმის ფარულობის დარღვევები, ამ შემთხვევაში იგულისხმება ის უბნები, სადაც ისინი აკვირდებოდნენ კენჭისყრის პროცესს. რასაც აკვირდებოდნენ, კი, და მეორე, ანუ 24% გამოდის, რომ თუნდაც ეს რომ ავიღოთ, რომ მხოლოდ 24%-ში იყო ეს ფუნდამენტური პრობლემა დარღვეული, ანუ 1/4 ამომრჩეულის ხმების ფაქტიურად და ეს არ არის მათემატიკური დათვლა, მინდა მაყურებელს აუხსნა ხაზგასმით, რომ როდესაც ხმის მიცემის ფარულობა დგება რისკის ქვეშ, ხომ, სულ რომ 10% იყოს ასეთი პრობლემა, ეს უკვე მთლიანი მოსახლეობისთვის არის კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ მათ აღარ აქვთ გარანტია, რომ მათი ხმები იქნება ფარული. სულ რომ 10% იყოს პრობლემური, მთლიანი მოსახლეობისთვის ეს უკვე არის შიშის მომგვრელი, რომ მათი ხმები შეიძლება ხვალდაზე მათ წინ დახვდეთ და ამის გამო მათზე განხორციელდეს რაღაც ზეწოლა, შანტაჟი და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს 24% არ არის ხელწამოსაკრავი მონაცემი და სულ რომ მარტო 24%-იც ყოფილიყო, ხომ? ჯერ ერთი ეს არის ამომრჩევლის 1/4 და მეორე მხრივ ფარულობის ამ მასშტაბის დარღვევა რეალურად გავლენას ახდენს მთლიანი მოსახლეობის საარჩევნო ნების თავისუფლებაზე, იმიტომ რომ მათ აღარ აქვთ რწმენა იმის, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი, ხო? და ამიტომაც ეს არ ვიცი, მე სხვა მეტად მკაფიოდ როგორ უნდა ითქვას და ვინ უნდა გითხრას კიდევ რომ ეს არჩევნები არ იყო რეალურად ის არჩევნები, სადაც მოსახლეობის ნება იყო სამართლიანად გამოხატული და საბოლოო შედეგები ასახავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განწყობებს, მე ვერ წარმოვიდგენია, იმიტომ რომ მართლაც თეთრით შავით თეთრზე წერია, რომ ეს არჩევნები იყო უპრეცედენტოდ მანიპულირებული ხელისუფლების მხრიდან და თქვენ ასეთ პოლიტიკური პროცესებიც იგივე ის ფაქტი რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორი, ხომ? ეს ყველა ეპიზოდში ჩანს. ჩვენ ხედავთ რომ სალომე ზურაბიშვილს რეალურად დღეს აქვს უპრეცედენტო პრეზიდენტის როლზე აუცილებლად კითხავთ სულ რამდენიმე წუთში მანამდე ეს არჩევნების თემა ხელისუფლება მუდმივად აპელირებს განსაკუთრებით იმ საერთაშორისო აქტიორების განცხადებებზე, რომლებიც ელთაოდირის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საუბრობენ კონკრეტული გარკვეული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე. მაგალითად, დღეს ელთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას გზავნილი იყო იხილეთ ელთაოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც ელთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოგიწოდებთ, რომ ამ ანგარიში შემავალი რეკომენდაციები სრულად იყოს შესრულებული. ასევე ჩვენ ვნახეთ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის კოსის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რათა დაიბრუნოს ნდობა, ასევე
აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი, რომლის გამო 100,000-ობით მოქალაქე ქუჩაში გამოდის. მაშინ როგორი კითხება აი ეს გზავნილები რეკომენდაციების შესრულებასთან? პირველი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ EUTODIR-ის დასკვნიდან ხელისუფლებამ ამოიღო მხოლოდ 2-3 წინადადება, რომელიც ეხება ამ არჩევნების გარე ფასადს, რაც ჰქონდა მიზნად ამ ხელისუფლებას, რომ აი გარე ფასადურად გამოჩენილიყო, რომ თითქოს ყველაფერი კარგად ხდებოდა აი ამ არჩევნებზე. ის რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მასში 18 პარტია იღებდა მონაწილეობას, ის რომ აპარატები გამართულად მუშაობდა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები რო ნახოთ, იგივე წერია. თუმცა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშის 99% ისევე როგორც EUTODIR-ის დანარჩენი ნაწილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წაიკითხა, მაგრამ საზოგადოებას არ მიაწოდა, წერია საშინელებები, სისტემური დარღვევები ამომრჩეველთა, არ ვიცი, რომ არ ქონდათ უფლება შიშის გარეშე მიეცათ ხმა და ასე შემდეგ და ის რომ კამერები დაუყენეს ამომრჩევლებს, ის რომ ელანიშონავდა, ის რომ არაუფლებამოსილი პირები იდნენ არჩევნებში კენჭისყრის შენობაში, მის გარეთ და გვაკონტროლებდნენ და ასე შემდეგ, ის რომ იყო მასშტაბური დაშინება საჯარო მოხელეების, ის რომ ამნისტია გამოუშვეს, იმიტომ რომ ესეც ამომრჩევლების მოსყიდვის გზა იყო და ასე შემდგომ. თქვენ თვითონვე ახსენეთ, რომ EUTODIR-ის დასკვნაში წერია, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება საჭიროა იმისათვის, რომ დაიბრუნონ ნდობა. ანუ ნდობა არ არსებობს. და ეხლა დღეს გამოქვეყნებულ ის დასკვნაში წერია პირდაპირ ასეთი რაღაცა და მე ციტირებ, საზოგადოებამ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგი. ეს აუცილებელია ლეგიტიმაციისათვის და დემოკრატიული სტაბილურობისათვის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობა. შედეგების მიუღებლობა საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ის რომ საზოგადოებამ ეს შედეგები არ მიიღო, ეს აჩენს უდიდეს კითხვის ნიშნებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ეს წერია პირდაპირ. ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს ნდობა, ხელისუფლება, რომელმაც ამ არჩევნების შემდეგ მიიღო კანონები, რომლითაც უნდა გაყაროს საჯარო მოხელეები, რომლებსაც ჰქონდათ განსხვავებული აზრი. ხელისუფლება, რომელმაც არჩევნების შემდგომ მიიღო კანონები, რომ სრულიად უსაფუძვლოდ შეუძლია თურმე ხვალდაზე ადამიანების დაკავება, რასაც აქამდეც აკეთებდა, მაგრამ ეს ეხლა კანონში ჩაგვიწერა. ხელისუფლება, რომელიც ერთ დღეში, ერთ საათში იღებს კანონებს, რომლითაც სრულიად, არ ვიცი, აკრძალა გამოხატვის თავისუფლება არჩევნების შემდგომ. როგორ გონიათ ამ რეკომენდაციებს შეასრულებს ეს ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები გაგვიყალბა და პლუს ამას ამატებს ახლა რაღაცა დაგვირგვინებას, რომ ბოლოს ოფიციალურად არა, უბრალოდ იცით რომ ჩემი კითხვა იყო, იყო ის რომ ახალი არჩევნების ჩატარება, აი ეს აქტიურად რატომ არ ჟღერს ეს მოთხოვნა, მაგალითად საერთაშორისო აქტორებისგან და რატომ საუბრობენ ისინი რეკომენდაციების შესრულებაზე. კიდევ ერთხელ სანქციები დაიწყო, რომელიც მძიმდება, მათ შორის საერთაშორისო აქტორებმა უკვე დაიწყეს საუბარი არჩევნების ლეგიტიმურობა არ ლეგიტიმურობაზე და ასე შემდეგ. ამაზე საუბარი კიდევ უფრო აქტიურად დაიწყება ახლა, უკვე ხელში უჭირავთ EUTODIR-ის დასკვნა, AERA-ის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის უმძიმესი და თქვენ თუ ამ დასკვნაში ორ წინადადებაზე მეც ნახავთ პოზიტივს, რომელიც ეხება წმინდა ტექნიკურ საკითხებს, შეგიძლიათ თქვენ თვითონვე გადახედოთ ამ დასკვნას, შესაბამისად ხელისუფლება, რომელსაც ამოწურულია ყველანაირი რესურსი, დიალოგის, იმიტომ რომ არავისი არაფერი არ ესმოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ხელისუფლებამ რა რეფორმები უნდა გაატაროს ამ ქვეყანაში. სრულიად ნდობა წაშლილია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და არ არის დარჩენილი ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი, არც ერთი და ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ მე 15 წელი საჯარო სამსახურში მუშაობდი და მე ყოველთვის მიამაყებოდა, როდესაც მოქალაქე გადიოდა კმაყოფილი საჯარო უწყებისაგან. დღეს თქვენ ასეთ მოქალაქეს ვერ ნახავთ გარდა ქართული ოცნების წარმომადგენლებისა, მათი ოჯახის წევრებისა ან მათთან დაახლოებული პირებისა, რომლებსაც სხვადასხვა პრივილეგიები აქვთ მიღებული აი ამ ხელისუფლებისაგან. აუცილებლად მინდა გაგახსენოთ 28 ნოემბრამდე განვითარებული პროცესები, სანამ ჩვენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოვისმენთ, მანამდე იყო იგივე ოპოზიციონერი ლიდერების მისამართითაც მოქალაქეების მხრიდან პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვერ დაარწმუნეს საკუთარი ელექტორატი, ვერ დაარწმუნეს საზოგადოება არჩევნების შედეგების გაყალბებაში. იქ იყო საუბარი კონკრეტული მტკიცებულებების არ წარდგენაზეც და ნახეთ, რომ 25 ნოემბერს, როდესაც პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, მაინც თავად ოპოზიციონერი ლიდერები არ დარჩნენ პროტესტის მასშტაბით კმაყოფილები და შემდეგ უკვე დაიწყეს საუბარი თუ როგორ მივიდნენ ისინი 25 ნოემბრის შედეგამდე. რატომ?
მე არ დავეთანხმებოდი საკითხის დასმას, არ მგონია ბოლომდე კეთილ სინდისიერეს ასე საკითხის დასმა, იმიტომ რომ რეალურად ეს უმჯობლობა ამ არჩევნებს იმ თავით ჰქონდა უკვე შედეგების გამოცხადების დღესვე და მანამდეც უკვე პროცესში, რაც შეეხება იმ საპროტესტო მუხტის ზრდას, ცხადი ამას ჭირდება, მათ შორის საზოგადოებასთან სწორი ინფორმირებას და პირიქით მე ეს ჩვენი საზოგადოების პლუსად მიმაჩნია, როდესაც ისინი მათ შორის ელოდებოდნენ მტკიცებულებებს და მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენმა საზოგადოებამ მოისმინა, ნახა უკვე არაერთი ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულება და ზუსტად ამიტომ არის რომ აი ეს უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი დგას რუსთაველზე უკვე მართლა მე ამდენი ხანი ასეთი რაოდენობის ადამიანები მოქალაქეები არ მახსენდება საქართველოში, როდესაც ასეთი პრინციპულობით ითხოვდნენ რაღაც კონკრეტულ საკითხებს. ხომ და მარტო თბილისი არ არის ეს იგივე რეგიონებშიც, ამიტომაც აქ ცალ-ცხა მგონია რომ საზოგადოება დღეს უფრო მეტად იაზრებს და თანხლება იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი. ნუ ოპოზიციის მიმართ კრიტიკულობაში, სკეპტიციზმში, არ ვიცი, ეს არ არის როგორ თქვა, მოულოდნელი, უცხო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ოპოზიციასაც აქვს პრობლემები ძალიან სერიოზული და შეიძლება მოსახლეობა მათ მიმართაც იყოს კრიტიკული. ეს იმას უფრო აჩვენებს რეალურად, რომ ჩვენი საზოგადოება არის გაზრდილი, ჩვენ საზოგადოებას აქვს უფრო პლურალისტული, უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური ცხოვრების დაკვეთა და ეს მიემართება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიციის მიმართ თუნდაც რაიმე ტიპის კრიტიკა არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ხელისუფლებას, ხომ იმ პასუხისმგებლობისგან, იმ დანაშაულებრივი პასუხისმგებლობისგან, რაც მას აწევს. ერთი ის, რომ არჩევნები მოიპარა და მეორე ის, რომ ამ უპაროლი არჩევნებისთვის რა ძალადობრივი მექანიზმებიც გამოიყენა ხელისუფლებამ, რომ ეს დაეცვათ, ხომ? იგივე მე მართლა აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ამ საკითხებზე, ამ ძალადობაზე, რაც ხდებოდა პარლამენტთან და თხოვნაც მექნება თუ არ ვიცი, მოგიწოდებთ კიდეც რომ მათ შორის მსხვერპლებიც ალაპარაკოთ უფრო მეტად და დაპატიჟოთ და მოიწვიოთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ მსხვერპლებისგან გვესმოდეს მათი ისტორიები და ეს ადამიანები ეს ისტორიები ჩვენ არასდროს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან კარგი და იმედია კიდევ გეყოლებათ ხშირად, იმიტომ რომ საუბარი არ არის ერთზე და ორ ადამიანზე, საუბარი არის ათეულობით ძალიან ძიმე გამოცდილების მქონე ადამიანზე, რომლებიც საუბრობენ ერთი და იგივე ტიპის გამოცდილებაზე. უბრალოდ ზოგიერთი მათგანი არის იღბლიანი, რომ მაგალითად მხოლოდ და მხოლოდ ნეკნები მოტეხეს და ზოგიერთი მათგანი არის ნაკლებად იღბლიანი, რომელიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს და ჩვენ ზოგადად ქვეყანა ვართ ძალიან იღბლიანი, ძალიან გაგვიმართლა, მართლა გულწრფელად და მათ შორის იმ მოძალადე სპეცრაზმელებსაც გამომართლათ, რომ აი ამ ძალადობრივი ქმედებებით საბედნიეროდ არავინ არ განიცადა რაღაც მძიმესი დაზიანება, ან მით უმეტეს სასიკვდილო დაზიანება, ხო? ეს უბრალოდ იღბლის საკითხი არის, თორე იმგვარი მასშტაბის ძალადობა იყო და ისეთ გამოცდილებაზე საუბრობენ ეს ადამიანები, რომ აქ ძალიან მარტივად შეიძლება და ბევრად მძიმე სურათი გქონოდა დღეს, ხო? და როცა საუბარი არის თან ძალადობაზე, ეს არ უნდა გვეგონოს, რომ ეს იყო რაღაც ეპიზოდური ერთი სპეცრაზმელის გადაწყვეტილება და ის რომ ეხლა ვიღაც ერთი სპეცრაზმელი შეიძლება საჩვენებლად დასაჯონ და ამით მორჩება ყველაფერი, ეს იქნება საზოგადოების დაცინვა. ისევე როგორც საზოგადოების დაცინვა არის დღევანდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაჯილდოებაზე ღირსების ორდენზე წარდგენა, ნომინირება. ეს არის მართლა უკიდურესი ცინიზმი ამ საზოგადოების, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ იერარქიულ უწყებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის იერარქიული უწყება, სადაც ქვედა რგოლის თანამშრომელი შეუძლებელია მოქმედებდეს ისე, მით უმეტეს ასეთი პატერნი როცა აქვს, ასეთი ტენდენციური ხასიათი როცა აქვს ქცევას, შეუძლებელია ის გადაწყვეტილებას იღებდეს ისე, რომ ამის თაობაზე არ იყოს მინიმუმ ინფორმირებული ხელმძღვანელობა, ხო? და ჩვენ ხედავთ, რომ სისტემური ძალადობა განგრძობად რეჟიმში ხდებოდა და ამ სისტემური ძალადობის სავარაუდო ორგანიზატორები არიან წარგენილები ღირსების ორდერზე, ხო? ნუ არ ვიცი, ამაზე ცინიკური რა უნდა იყოს და ამაზე ცინიკური ალბათ შეიძლება უბრალოდ ის იყოს, რომ ასეთი დანაშაულების გამოძიებას გვერდება ხელისუფლება, ხო? არავის არ აქვს მათი ამგვარი დაპირების იმედი თუ რწმენა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით და წარსული გამოცდილებაც გვახსოვს, რომ ასეთი ძალადობრივი ფაქტები სამწუხაროდ არ არის გამოძიებული არასდროს. დიახ, თქვენც აღნიშნეთ, რომ აი დასაწყისში უფრო მეტად იყო ძალადობრივი ფაქტები, სხვათა შორის ხელისუფლებაც ამ ფაქტზე აპელირებს და ისინი როდესაც აცხადებენ, რომ თქვა აქციის მონაწილეთა გარკვეული ჯგუფები იყვნენ აგრესიულები, სწორედ ამით ხსნიან ისინი იმ მძიმე კადრებს და იმ ძალადობრივ ქმედებებს, რაც ჩვენ ვიხილეთ. თქვენც აღნიშნეთ, რომ იყო უფრო მეტად დასაწყისში ეს ძალადობა გამოხატული და შემდგომ არაირით ხსნით ამ გარემოებას. იმით ხსნი, რომ ძალადობის და ეს არ არის ახალი ხელწერა ხელისუფლებისგან, იმით რომ ხელისუფლება ცდილობს ძალადობით დააშინოს საზოგადოება. ამ შემთხვევაშიც იმდენად საჩვენებელი და დემონსტრაციული იყო ეს ძალადობა, რომ მისი ერთადერთი მიზანი იყო ჩვენი მოსახლეობის შიშებზე თამაში. დაშინება, რომ თქვენ არ იქნებით დანდობილები, რომ თქვენ
გაივლით სიკვდილის ზღვარზე, ამიტომაც შეწყვიტეთ აქციებზე სიარული. სხვათა შორის დაზარალებულების უმრავლესობა მათ შორის იმასაც ყვება, რომ აბა ხვალაც გამოდი აქციაზე. კიდევ ერთხელ, ერთადერთი მიზანი ეს იყო. და აქციის მონაწილე დაზარალებულების აბსოლუტური უმრავლესობა იმას ამბობს, რომ უბრალოდ შემთხვევით აღმოჩნდნენ პოლიციის ხელში. ისინი არც წინააღმდეგობას წევდნენ, სროლითაც არაფერს ისროდნენ, არც წამოძახილი ქონიათ, უბრალოდ აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდნენ პოლიციის ხელში, შემდეგ ატარებდნენ კორდონებში და მათზე ძალადობდა სისტემურად ყველა სპეცრაზმელი. ხო, ამიტომაც და ხო საბოლოო ჯამში ეს ძალადობა იმიტომ დაიკლო ბოლო ხანებში, ოღონდ დაკლებაშიც ვიტყვი გამომარტავ რას გულისხმობ, ხო, უფრო მეტად სტრატეგიული გახდა. იმიტომ დაიკლო, რომ ამან კიდევ უფრო მეტად გააბრაზა ჩვენი მოსახლეობა. ალბათ აქ ვერ გათვალეს ჩვენი საზოგადოების განწყობები, ჩვენი საზოგადოების ღირებულებები თუ დამოკიდებულებები, რომ მათი ბოლომდე შიშით დამორჩილება არ გამოუვა ხელისუფლებას, ხო? თორე ძალადობა გრძელდება დღესაც, ვიღაცებს იგივე ტიტუშკებს ახვედრებენ, ვიღაცებს ემუქრებიან სადარბაზოებთან და ეს გრძელდება. მაგალითად, მე ამ ბოლო დღეებში მქონდა რამდენიმე დაზარალებულთან კომუნიკაცია და ისინი მაგალითად საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ იღებენ ზარებს, მუქარებს. მაგალითად, ზვიად რატიანი იზოლატორიდან როცა ჩამოვიდა, როცა დაბრუნდა თბილისში, სახლთან დახვდნენ კიდევ ტიტუშკები და ამგვარად გაუსწორდნენ ფიზიკურად, ხო? ამიტომაც ეს ძალადობა შეიძლება შეინიღბოს მრავალნაირად, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ხელისუფლებამ აბსოლუტურად უარი თქვა ამ ძალადობაზე. მინდა პრეზიდენტის როლზე კითხოთ აუცილებლად გურამმა დაიწყო ამაზე საუბარი და ორივე თქვენგანთან მექნება ეს შეკითხვა. ხელისუფლება მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდგომ გადადგმულ ყველა ნაბიჯს აქტივობას გზავნილს თუ განცხადებას განიხილავს დესტაბილიზაციის და არეულობის გამოწვევის მცდელობად. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი რეზონანსი და გამოხმაურება მოჰყვა იგივე ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის გუშინდელ გზავნილსაც, როდესაც მან მიმართა ჯარს და მოუწოდა, რომ ინაუგურაციაში მონაწილეობა არ მიიღონ და არ დაემორჩილონ ახალ პრეზიდენტს. აი ამ გზავნილებს და მოწოდებებს როგორ შეაფასებდით და პრეზიდენტის როლი, მოქმედი პრეზიდენტის როლი სალომე ზურაბიშვილს გულისხმობ, როგორ გესახებათ მთელ ამ პროცესში? პირველი, ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია თუ ვინმე შეაქვს, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც აბსოლუტურად ყველა ინსტიტუტი გამოიყვანა მწყობრიდან. ამ ხელისუფლებამ რაც დამართა ყველა ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში არსებობდა, მათ შორის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ერთ დღეში, ორ დღეში, სამ დღეში კანონები ცვალა, ჩამოანგრია, არჩეული თანამდებობის პირები, ვინც არ მოწონდა სახლში, გაუშვა, ერთპიროვნულად თანამდებობის პირები აირჩია, ვინც მათი პირდაპირ მბრძანებების შემსრულებლები იქნებოდნენ და ასე შემდეგ და ქუჩაში ეს ძალადობები გამართა. აი ეს არის ხელისუფლება, ვისაც დესტაბილიზაცია შემოაქვს ამ ქვეყნის ცხოვრებაში. მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, სანამ პრეზიდენტზე ვიტყვი, ის 30 სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანი, რომელიც დღეს პატიმრობაში იმყოფება, არც ერთი დაკავებული პოლიციის თანამშრომელი და 30 დაკავებული აქციის მონაწილე. მე აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ზოგადად როცა ამხელა საპროტესტო აქციები იმართება, რა თქმა უნდა შეიძლება იქ ადგილი ჰქონდეს შემთხვევებს, როდესაც აქციის მონაწილეთა მხრიდან შეიძლება ჩადენილი იყოს ან ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ დღეს ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აი ამ სისტემურ ძალადობას ჩადიოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იმათ არაფერი, მაგრამ აქციის მონაწილეებს მტკიცებულებების გარეშე უპირობოდ ბრალები, უპირობოდ აბსოლუტურად ყველას პატიმრობა და პლუს ამას აი ეს არაფორმალური დაჯგუფებები, რაზეც გურომ ისაუბრა, არაფორმალური დაჯგუფების წევრები ასევე გირაოთი არიან. ამ 30-მდე დაკავებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგები წარმოადგენთ დღეს და ანუ არც ერთ შემთხვევაში არ არის თქვენ ამბობთ მტკიცებულებები წარდგენილი? ნახეთ, მტკიცებულებები არ არსებობდა ამ ადამიანებისთვის აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა. პროკურორები შუამდგომლობებს პატიმრობების შეფარდების ასაბუთებენ იცით როგორ, რომ მოწმეებზე მოახდენენ ზემოქმედებას, წაშლიან ვიდეოკამერებს, რომელ მოწმეებზე ახდენენ ზემოქმედებას აბსოლუტური უმრავლესობა რო პოლიციის თანამშრომლები არიან ამ სისხლის სამართლის საქმეებზე, ან რომელ ვიდეოკამერების ჩანაწერებს წაშლიან პარლამენტის გამგებლობაში როა, პარლამენტის შენობაზე როა დამაგრებული, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში როა, რომელიც ქუჩებში არის დამაგრებული. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ესეთი ცალსახა მიდგომა, როგორ შეიძლება 400 ადმინისტრაციულად წარდგენილი შესესეს მიერ 400-ვე
ცნო სამართალდამრღვევად სასამართლომ. Როგორ შეიძლება 400-დან ერთ საქმეში არ იყო პრობლემა, 30-დან ერთ საქმეში ვერ დაინახა სასამართლომ პრობლემა? ამ ქვეყანაში ერთ ინსტიტუტს მაინც, აი სასამართლოს და პლუს პროკურატურას დღეს რო ემოქმედა, ჩვენ დღეს ამ კრიზისში არ ვიქნებოდით. დღეს კი არა, ზოგადად ჩვენ რო აი ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი მაინც რო ყავდეს ქვეყანას შერჩენილი, პროკურატურა და სასამართლო, აი ამ კრიზისში ჩვენ არ ვიქნებოდით, იმიტომ რომ მიხედილი იქნებოდა კორუფციაც, გადაცდომებიც და აი ესეთი ზღვარგადასული სახელმწიფო მოხელეები ჩვენ დღეს არ გვეყოლებოდა. ხო, ამიტომ დესტაბილიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და კიდევ ერთი საკითხი მათი მხრიდან ასევე იყო ნათქვამი, რომ აი ეს რაღაცა ქუჩებში ეს არაფორმალური დაჯგუფებები, არ ვიცით ვინ არიან, ვისგან იმართებიან, შენ თუ ხელისუფალი ხარ, შენ თუ სამართალდამცავი სისტემები მოწოდების სიმაღლეზე გყავს და შენ თუ იმას ვერ არეგულირებ, რომ ქუჩაში ესე ჩვენ აქციის მონაწილეებს არ დაგვხვდნენ და თავპირი არ გაგვიერთიანონ, მოდი წადი მაშინ შენ ესე იგი ვერ ასრულებ ამ ფუნქციას. ბატონო გურამ, აი პრეზიდენტის როლზე მინდა გკითხოთ, როგორ ხედავთ მის როლს და რამდენად არის მისი უფლებამოსილებები მის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესატყვისი ქვეყნის უზენაეს კანონსთან, რომლის მიხედვით პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყნის ერთიანობის და მთლიანობის გარანტი. კი, ნამდვილად კარგი კითხვა არის ესეც და მე გულწრფელად თულად მახსენდება კონკრეტული პოლიტიკოსი ბოლო წლების საქართველოში, რომელსაც ამხელა სახალხო მხარდაჭერა ჰქონდეს, ამგვარად ცალსახად სახალხო მხარდაჭერა ჰქონდეს. იგივე პრეზიდენტი, როდესაც აქციებზე მიდის ან ქალაქში ქუჩაში გადის, ხალხში გადის, ჩვენ ხედავთ მის მიმართ რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულებას, ხო და დღეს სალომე ზურაბიშვილს საბედნიეროდ მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ნდობის მქონე პოლიტიკოსი ყავს დღეს ჩვენ პოლიტიკურ არენაზე, რომელიც იმედი მაქვს, რომ მის პოლიტიკურ ნდობას, აი ამ პოლიტიკურ კაპიტალს არ დაახურდავებს, არ გაფლანგავს და ნამდვილად დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ნამდვილად გამაერთიანებელი და ამიტომაც ცდილობს, რომ ის იგივე ქართული ოცნების მხრიდანაც ბიძინა ივანიშვილიც რაღაცნაირად წამოიყვანოს ამ შეთანხმებაზე და ამგვარად ინსტიტუციურ ფარგლებში მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება იმაზე თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან. სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იმას აკეთებს, რასაც მას ქართული კონსტიტუცია ავალდებულებს და მისი კონსტიტუციური მანდატი ავალდებულებს, რომ იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი და რომ ქვეყნის ერთიანობისთვის, სტაბილურობისთვის გააკეთოს ყველაფერი. სხვა შემთხვევაში ჩვენ მართლა დღეს ქართული ოცნება გვთავაზობს უბრალოდ საზოგადოების გახლეჩვას, სადაც არსებობენ მხოლოდ ქართული ოცნების ამორჩევლები, ხომ? ლამის ღიად გვითხრა, რომ ისინი არ არიან სხვა ამორჩევლების ხელისუფლება. ისინი არიან მხოლოდ მათი ხელისუფლება, ვინც არჩევნებზე შემოხაზა 51, ხო და ასე არ არის. ხელისუფლება არის ყველას ხელისუფლება, სალომე ზურაბიშვილიც არის ყველას პრეზიდენტი და ეს უნდა გაიაზროს ყველა. მე ძალიან მწუხარ, რომ ქართულ ოცნებას ეს საკმარისად არ აქვს გააზრებული და ხალხი, რომელიც ლამის უკვე ერთი თვე არის რუსთაველზე დგას, გამოდის მამუკად მდინარაძე და მართლა ღირსების შემლახავი არის ეს, როდესაც, რა ვიცი, სულ რომ მართლა ის რაოდენობა ადამიანები იყოს და სულ რომ ჩავთვალოთ, რომ 700 ადამიანი დგას რუსთაველზე, ხომ? 700 მოქალაქე, შენი 700 მოქალაქე არის შენი 700 მოქალაქე და მათ პროტესტს, მათ წუხილს უნდა მოусმინო ყურადღებით და ასეთი აგდებული დამოკიდებულება ხელისუფალს არ უნდა ახასიათებდეს, მაგრამ ჩვენ 7-ს კი არ ხედავთ, ხომ? ხედავთ, რა ვიცი, 200,000 მოქალაქეს, რომელიც ძალიან გაბრაზებული არის და ამ ბრაზის მიუხედავად დღემდე მშვიდად ძალიან კონსტრუქციულად ითხოვს იმას, რასაც იმსახურებს და რაც ეკუთვნის ქართულ ხალხს რეალურად. პოლიტიკური სპექტრის როლს როგორ ხედავთ? ჩვენ ვნახეთ, რომ დღესაც იყო კონსულტაციები ოპოზიციურ სპექტრში და იქ იყო პრეზიდენტის წარმომადგენელიც მონაწილეობდა, ასევე 2 დღის წინ ისინი თავად პირადად ესტუმრნენ პრეზიდენტს და ჰქონდათ კომუნიკაცია. ვიცით, რომ ხვალ უნდა წარმოადგინონ ყოველ შემთხვევაში ასე დაანონსა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომ ხვალ იქნება კონკრეტული დოკუმენტი წარმოდგენილი, სადაც გაიწერება ახალი არჩევნების ჩატარების წესი და პირობები. როგორ ფიქრობთ, დღეს რა როლი აქვს ოპოზიციას, რამდენად ხდება ამ როლის შესრულება მათი მხრიდან, ამ შემთხვევაში ის ნაბიჯები, რომლებიც არის მათი მხრიდან გადადგმული, რამდენად მისაღები არის თქვენთვის, პირიქით უფრო უნდა გააქტიურდნენ თუ პირიქით მათი როლი უნდა იყოს უფრო პასიური, აი როგორ გესახებათ? ხო, მე გამიჭირდება პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, იმიტომ რომ მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც არასოდეს ყოფილა ამ პროცესში ჩართული, თუმცა დღეს ყველას როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ვართ კრიზისში, სადაც ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. რა თქმა უნდა, ყველას, მათ შორის ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, გეგმა, როგორ უნდა გააგრძელოს ამ ქვეყანამ ცხოვრება ყველანაირ სიტუაციაში, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების ქცევები არის სრულად არაადეკვატური, არაპროგნოზირებადი.
არ ეძებს არანაირ გამოსავალს, პირიქით ამწვავებს სიტუაციას, რასაც ჩვენ ხედავთ, ამიტომ რა თქმა უნდა, აქ ყველას როლი არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ პოლიტიკური შეფასებების გაკეთება მე მართლა გამიჭირდა. დიახ, მაგრამ თქვენი აზრით, აი ოპოზიციის ნაბიჯები როგორი უნდა იყოს? სხვათა შორის დღეს მოვისმინეთ ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერებისგან, რომ უკვე არის კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების, რომ მაგალითად ნიკა გვარამიამ თქვა აი ასეთი სიტყვები. ანუ უნდა გააქტიურდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამ დრომდე 28 ნოემბრის შემდეგ დღემდე არიან მხოლოდ ამ აქციის მონაწილეები და ხო, მე არ ვიცი გააქტიურებაში რას გულისხმობთ. ეს არის წმინდა სამოქალაქო საზოგადოებრივი პროტესტი, აბსოლუტურად დეცენტრალიზებული და ეს ამ პროტესტის ძალა, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დეცენტრალიზაციაში არის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, როგორ თქვა, არ გულისხმობს იმას, რომ ამის პარალელურად პოლიტიკოსებს საქმე არ აქვთ, ხომ? ცხადია, პოლიტიკოსებს ბევრად დიდი საქმე აქვთ, ვიდრე ნორმალურ პირობებში შეიძლება ქონოდათ, იგივე საზოგადოებასთან, საკუთარ ამორჩეულთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, პოლიტიკური პროცესების მართვასთან დაკავშირებით, მათი ამორჩეულის მოლოდინების მართვასთან დაკავშირებით და ხო ამას იმედია აკეთებენ პარტიები, თუმცა მეც გამიჭირდება ახლა უბრალოდ მათ აჯენდაზე საუბარი, იმიტომ რომ არ ვიცი რა გეგმების განიხილავენ, როგორ მოძრაობენ და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში ცხადია პოლიტიკური გადაწყვეტილებით უნდა დასრულდეს და ის რომ საბოლოო გამოსავალი კრიზისის უნდა იყოს არჩევნები, ცხადია არჩევნები პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური აქტორების გარეშე ალბათ წარმოუდგენელი არის. სხვათა შორის დღეს სალომე ზურაბიშვილმაც თქვა, რომ ალბათ უნდა გამოჩნდნენ ახალი ძალებიც, იმიტომ რომ თუ მაგალითად დაინიშნება ახალი არჩევნები, იღებს მონაწილეობას იგივე პოლიტიკური სპექტრი, იგივე ოპოზიციური სპექტრი, ხომ? აი თქვენც მიფიქრობთ, რომ საჭირო რაღაც ახალი ძალების გამოჩენა და გადახალისება? არათუ ფიქრობ, მე ძალიან ღრმად წამს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მათ შორის მოიტანს აბსოლუტურად განახლებულ პოლიტიკურ ცხოვრებასაც, აბსოლუტურად განახლებული პოლიტიკური არ მარტო სახეებით, პოლიტიკური იდეებითაც, ხო, აქ თავარი პოლიტიკური იდეების სიახლე არის და ჩვენ გადავტვირთოთ სწორედ ამისთვის გვჭირდება რეალურად არა ის, რომ ერთი პოლიტიკური სახე მეორე მექანიკურად ჩაანაცვლოს, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური იდეების სიახლე და ეს პოლიტიკური კრიზისი მათ შორის მისი განმუხტვა ახალი არჩევნებით, ამისი ერთ-ერთი ფაქტორიც არის. აქამდე რატომ ვერ მოხერხდა ეს? ამისი ახსნაც შეიძლება უბრალოდ ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, ის რომ მთლიანად მედია სივრცე, ფინანსური სივრცე არის მონოპოლიზებული ამ ქვეყანაში, ცხადია არ იძლევა იდეალურ გარემოს, იდეალურ პირობებს, რომ ახალი გამრავალფეროვნებისთვის რა თქმა უნდა, ახალი პოლიტიკური სუბიექტების, პოლიტიკური იდეების დასაბადებლად, მაგრამ ხო, ეს რეალობაც ცხადია უნდა დასრულდეს, როდესაც ორი პოლიტიკური მონსტრი რაღაცნაირად უკვე გადავედი ეს პოლიტიკური შეფასებაში, მაგრამ ხშირად ეს ორი პოლიტიკური მონსტრი ერთმანეთს ძალიან ხშირად ასულდგმულებს ხოლმე და ერთმანეთს აძლიერებენ იმითი, რომ ყველა სხვას განდევნიან პოლიტიკური ცხოვრებიდან, ხო? ამგვარი თამაშის წესებიც უნდა დასრულდეს და უფრო სამართლიანი, უფრო დელიბერაციული, მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემო. მე მჯერა, რომ ეს შეიქმნება, თუკი კრიზის მალე განმუხტავს და ხელისუფლება, ქართული ოცნება არ ჩაებღაუჭება ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ ძალაუფლებას. მადლობა გურამ იმნაძე, იურისტი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია, სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმის წარმომადგენელი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მადლობა საუბრისთვის.